ჩვენი შემდეგი სტუმრები არიან ტელეკომპანია იმედის პროექტის მიმღერეს მონაწილეები დედაშვილი თამარ კოტეტიშვილი და რატი მეზრიშვილი. მოგესალმებით. პირბაზო ხალხო. მიხარია რომ ჩემთან ხართ. მართლა ჩვენიერი დუეტი გამოვიდა თქვენი მიმღერეში და მართლაც ამშვენებს აი ამ სეზონს თქვენი გამოსვლები. რა მინდოდა ესე მეკითხა რატი შენს მინდა კითხო პირველ რიგში. პირველი რომელს დაგირეკეს და აი რომელს გითხრეს რომ დაიყოლია მეორეო. ანუ ვისთან იყო ეს პირველი კომუნიკაცია? დედაჩემთან, იმიტომ რომ მე მქონდა დაყოლიების გამოსვლის პრობლემა, ანუ აი რაღაცას ყოფმანობდი არ მინდოდა გამოსვლა. და მე აი ერთი ჩემი მეგობარი არის გელა დონაძე, ვინც კავშირში იყო ამ პროექტში მონაწილეობდა და შემდეგ გამიწია რეკომენდაცია, რომ აი ჩემი მეგობარი არის ეს მაგათთან ერთად მასთან და ანუკისთან ერთად რაღაცეები მუსიკალური კოლაბორაციები მქონდა ხოლმე და მაგრამ მე უყოყმანობდი რა და მე დედაჩემს თხოვეს რომ მიდი და აი ეგრე 2 წელი მეხვეწე 2 წელი მეხვეწებოდი პირველად ვერაფერი ვერ გავაკეთე წინა წელს ჩავფლავდი ასე ვთქვათ და წელს საბოლოოდ შედეგი გამოვიდა წელს ხო გამოვიდა დამყვა წელს მიუხედავად იმისა რომ 12 წლის წინა ჩვენ სწორედ ტელეკომპანია იმედში გამოდიოდი საბავშვო ვოიში ხო სწორად მახსოვს მაშინაც დაყოლიების შედეგად მოხდა ეგ ამბავი კი რა მინდა ესე კითხოთ თქვენ პროფესიით ზანდებით ექიმი გინეკოლოგი ხო მართალი ვარ წლების განმავლობაში ადრე ძალიან კეთილშობილურ საქმეს აკეთებდით პარალელურად ბავშვებს ასწავლიდით სიმღერას მოკლედ იმ პერიოდში ბავშვებს დაბადებაშიც ეხმარებოდით და მუსიკალური განათლების მიღებაში ხო ესე გამოვიდა მაშინ ჯერ სტუდენტი ვიყავი და დაბადებაში მთლად ვერ ვეხმარებოდი მაგრამ აქტიურად ვიღებდი ასე ვთქვათ განათლებას მაგრამ სკოლიდან ავარჩიე 5 ბავშვი ძალიან კარგი სმენის მქონე და გავაკეთე კვინტეტი. აი ესე და ასე გადავიარეთ ბნელი 90-იანები. და მათ შორის ვარსები ერთ-ერთი იყო დღეს სოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსი, პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, ხო? ხატია ბუნიათიშვილი და მისი დაც.